მოგესალმებით მეგობრებო, განვაგრძობთ C# შესწავლასა დღეს გვექნება პრაქტიკული მეცადინეობა, სადაც შევასრულებთ წინა გაკვეთილზე მოცემულ დავალებას. ანუ იმ გაკვეთილზე მოცემულ დავალებას, რომლის თემაც იყო პროფერთები და ჩვენ ეს თემა გავიარეთ. თუ მოგწონთ ჩემი არხი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ იგი, აგრეთვე დააწვეთ ზარის ღილაკს იმისთვის რომ არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები და არხი გახდეს უფრო მეტად ხელმისაწვდომი პროგრამირებით დაინტერესებული ადამიანებისათვის. ჩვენ კი მოდი პირდაპირ დავიწყოთ და საქმეს შევუდგეთ. ჩვენ ეკრანზე ვხედავთ დავალებას, რომლის პირობაც არის შემდეგი. პირობა გვეუბნება დაწერეთ ანგარიშის კლასი, რომელსაც ექნება შემდეგი ველები. ანგარიშის ნომერი, ვალუტა და ბალანსი, ანუ თანხა, რომელიც ამ ანგარიშზე დევს. აგრეთვე უნდა დავწეროთ კლიენტის კლასი, რომელსაც ექნება შემდეგი ველები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ანგარიშის ნომერი. ჩვენ ვხედავთ რომ ამოცანის იმ კრიტერიუმებში, რომლებიც უნდა გააჩნდეს ჩვენ კლასს, გვაქვს გარკვეული სახის შეზღუდვები. მაგალითად, ანგარიშის ნომერი უნდა იყოს აუცილებლად 22 ნიშნა, ვალუტა უნდა იყოს 3 ნიშნა, მაგალითად, თანხა არ უნდა იყოს უარყოფითი, პირადი ნომერი უნდა იყოს 11 ნიშნა და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს გვანიშნებს იმას, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა დავწეროთ რაღაცა ანგარიშის ნომერი, ანუ ვალუტა, აგრეთვე ჩვენ მას უნდა ჩავუდოთ შიგნით დამატებითი პირობები, რაღაცა დამატებითი შეზღუდვები, რომლებიც, ასე ვთქვათ, საჭირო არის იმისთვის, რომ ჩვენმა კლასებმა და ჩვენმა პროგრამა იმუშაოს გამართულად, ხო? და ჩვენ ამის მაგალითები ნახავთ. სწორედ აი ამ ტიპის ჩვენი ლოგიკის ჩადებისათვის დაგვეხმარება ის პროფერთები და ის მაგალითები, რომლებიც ჩვენ წინა გაკვეთილზე განვიხილეთ. ამიტომ მოდი დავიწყოთ. შევქმნათ რაღაცა ანგარიშის კლასი, ხო? შევქმნათ რაღაცა კლასი, რომელსაც დავარქმევთ accounts და აი ამ accounts უნდა კონდეს შემდეგი ველები. ანგარიშის ნომერი, გამომდინარე იქიდან რომ ანგარიშის ნომერი უნდა იყოს 22 ნიშნა და ეს გვეუბნება რომ აქ უნდა იყოს რაღაცა ჩვენი ლოგიკური პირობა ჩადებული იმისთვის რომ არსებობდეს აი ეს ანგარიშის ნომერი, ამიტომ ჩვენ დაგვჭირდება full property, ამიტომ დავწეროთ prop full შემოკლებით, რომ თვითონ Visual Studio-მ დაგვეხმაროს და დაგვიგენერიროს აი ეს პირობა. Private-ში დავარქვათ ამას account number, ხო, ვიცით ეს account number. ხოლო public well-თან დავარქვათ იგივე სახელი, უბრალოდ დიდი ასოთი, როგორც წინაზე ვისაუბრეთ. ხო, პრინციპში ეს როგორც მივხვდით ალბათ თქვენც ვალდებულება არ არის რომ ესე იყოს, ასე ვთქვათ, ეს account number ამას დიდი ასო ერქოს და ამას პატარა. შეგვიძლია ესეთი რაღაცას გავაკეთოთ, ხო? ესეთ ჩანაწერით მინახავს და იყენებს ხოლმე ზოგიერთი, თქვენ თუ მოგეწონებათ შეგიძლიათ ესეც გამოიყენოთ, რომ აი private well-ის წინ პატარა ასოთი სანამ დაიწყებთ, დასვათ აი ესეთი ქვედა ტირე და ან თუ გინდათ მაინდა-მაინც რომ დიდი ასოთი დაიწყოთ ორივე, შეგიძლიათ დაწეროთ ახაც დიდი ასოთი, დასვათ ქვედა ტირე. ესეთი ჩანაწერიც ხშირად გამოყენებადი არის, მაგრამ მე მიყვარს ხოლმე რომ ესე ვანსხვავებ ხოლმე ერთმანეთისგან, რომ private ტიპის სულაც ვარქმევ პატარა სახელს, ასე ვთქვათ, პატარა ასოთი, ხოლო public-ს დიდი ასოთი. ამაზე აღარ შევჩერდები, ახლა წინა გაკვეთილზე ბევრი ვისაუბრეთ ამ სახელების დარქმევაზე. და გავაგრძელოთ, მოდი. გვაქვს რაღაცა get-ი, გვაქვს რაღაცა set-ი, ხო? ჩვენ გვინდა რომ პირობა მივიღოთ, უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ აი ეს ანგარიშის ნომერი, ანუ account number-ი, აი ეს ცვლადი მივიღოთ რაღაცა ჩვენი პირობით. ამიტომ აი ჩვენ set-ში უნდა გავწეროთ სასურველი პირობა. ანუ ის პირობა, რომელთაც გვინდა რომ მივიღოთ აი ეს ჩვენი account number-ი, ხო? როგორც გვინდა რომ იყოს ეს ჩვენი ანგარიშის ნომერი. ახლა ხო, კიდე ერთი რაც დამოვიწყდა, account number-ი არ უნდა იყოს int-ი, როგორც აი გვიჩვენებს, აუცილებლად უნდა გადავაკეთოთ string-ი, ხო? იმიტომ რომ თუ ჩვენ ჩავხედავთ, თუ ჩვენ შევხედავთ რეალურ ბანკის ანგარიშს, ხო, რომელიც არის 22 ნიშნა ისიც, ესე ანუ მარტო რიცხვებისგან არ შედგება, ხო? ანუ ასოებიც გამოყენებული არის იქ და ეს ინიციალები, რომელიც ასოებით გამოისახება, აღინიშნება ბანკის ინიციალები, რომელ ბანკსაც ეკუთვნის ეს ანგარიში და ქვეყნის ინიციალები, ხო? და აგრეთვე აღინიშნება ვალუტის ინიციალები, ხო, რომელ ვალუტასაც ეკუთვნის ეს ანგარიში. ამიტომ ჩვენი ანგარიშის ნომერი აუცილებლად უნდა იყოს string ფორმატის. ხო, ახლა უკვე შეგვიძლია set-ში მივანიჭოთ ჩვენთვის სასურველი ლოგიკური მნიშვნელობა, ხო, აი ამ
account numbers, ხო? account number-ი იქნება value stole-ი, ანუ იმ მნიშვნელობის stole-ი, რომელსაც გადავცემთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აი ეს value იქნება 22 ნიშნა. ანუ value იქნება 22 stole. მაგრამ ნუ როგორც ხედავთ, ეს ჩანაწერი აწითლებს, იმიტომ რომ value არის string-ი და string-ი ესე პირდაპირ რიცხვით მნიშვნელობას ვერ გაიტოლებს და ვერ მიინიჭებს. ამიტომ ამ values length უნდა დაუძახოთ. დავსვათ წერტილი და values length-ი თუ იქნება 22 stole. კი ბატონო, აი ესეთ ჩანაწერი უკვე მართებულია და როგორც ხედავთ, error-იც გაქრება. აი ესეთი იქნება ჩვენი account-ის პირველი ველი, account number. მოდი ახლა შევხედოთ მეორე ველს, რომელიც გვეუბნება, რომ ვალუტა უნდა გქონდეს ამ ანგარის რაღაცა ვალუტა, რომელ ვალუტაშიც იქნება ეს ფული შენახული და ეს უნდა იყოს სამნიშნა, ხო? ამიტომ დავწეროთ. ნუ ესეც უნდა იყოს string-ი ცხადია, იმიტომ რომ ნუ რიცხვებთან ახლა არანაირი კავშირი არ აქვს. აი ხედავთ როგორ ჩანწერია გელი, USD, ევრო, რუბ, მაგალითად რუბლი და ასე შემდეგ, ხო? ჩვეულებრივი ამბავი ესეთი ჩანაწერი ბანკებში. ამიტომ შევქმნათ მეორე full property, რადგან ჩვენი პირობაც გვინდა რომ მივანიჭოთ, რომელიც იქნება string ტიპის და currency, ანუ ვალუტა. ხვევით დავარქვათ დიდი ასოთი იგივე currency. და set-ში ისევ მივანიჭოთ ჩვენთვის სასურველი პირობა. რომელიც გვეუბნება, რომ currency იქნება აი გადაცემული მნიშვნელობის, ანუ value stole, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ values length-ი იქნება 3 stole. აი ეს. და გვჭირდება თანხა, რომელიც არ უნდა იყოს უარყოფითი. ანუ აქაც ჩვენი პირობა უნდა ჩავდოთ. კონკრეტულად პირობა არის ის, რომ თანხა არ უნდა იყოს უარყოფითი. შესაბამისად, აქაც დაგვჭირდება full property. prop full დავწეროთ და ყოველთვის თანხას აღნიშნავთ დეციმალებში და ამიტომ ჩვენი ეს ტიპიც, რომელსაც სახელად ერქმევა ბალანსი, უნდა იყოს დეციმალ ტიპისა. დავარქვათ ბალანსი ორივეგან, ერთგან დიდი ასოთი, მეორეგან პატარათი. და აქაც უნდა ამანაც უნდა მიინიჭოს რაღაცა მნიშვნელობა, ამიტომ რაღაცა ლოგიკით, ამიტომ set-ში ვწერთ ესეთ ლოგიკას. ბალანსი არის value stole if value მეტია ან ტოლი 0-ზე. ну როგორც ხედავთ, length-ის დაწერა აღარ დაგვჭირდა, ხო? უკვე იმიტომ რომ დეციმალი ეს არის რიცხვითი მონაცემი და რიცხვით ტიპებთან ვმუშაობთ. და უკვე length-ის დაწერა აღარ არის საჭირო. length-ი გამოხატავს string-ის სიგრძეს, ანუ როცა string-ებზე ვმუშაობ და გვინდა რომ ზომა გავიგოს string-ის, მაშინ ვიყენებთ ხოლმე length. და ჩვენ string-ზე ცალკე მივუძღვნი ლექციას, რომ დეტალურად გავიაროთ string-ის შიგნით არსებული ფუნქციები, მაგრამ მოდი მოგვიანებით გავაკეთოთ ეს. ხო, ეს არის ჩვენი account-ის კლასი. სულ ეს არის, რაც ჭირდება, რომ ჩვენ ანგარის გქონდეს იმისათვის, რომ იფუნქციონიროს, ხო? ამიტომ ეს კლასი გამზადებული გვაქვს. ეხლა უკვე შეგვიძლია ამ კლასის მაგალითზე და ამ კლასის მონახაზის წყალობით, ასე ვთქვათ, შევქმნათ რაღაცა სახის ობიექტები, რომლებსაც შემდეგ ჩვენ main მეთოდში გამოვიყენებთ და კონსოლში მოვახდენთ მათ რეალიზებას. მაგრამ მოდი სანამ ამას გავაკეთებთ, ჯერ უნდა დავწეროთ კლიენტის კლასი, ხო? და მოდი აი ეს account კლასი, რომელიც ახლა დავწერეთ, გავიტანოთ ცალკე ტიპად ცალკე პროექტში, ხო? move to account CS ეს ავირჩიოთ ეს და დავინახავთ, რომ აი ჩვენ solution explorer-ში გაჩნდება ახალი პროექტი, რომელიც იქნება აი ესეთი account კლასის შემცველი, ხო? და ეს იქნება ცალკე და ჩვენი main მეთოდი იქნება ცალკე. ხო, ეხლა ანალოგიურად შევქმნათ კლიენტის კლასი. შევქმნათ class client, რომელსაც ექნება შემდეგი ველები. სახელი, გვარი. ну სახელი და გვარი ამას ჩვენი დამატებითი ლოგიკის ჩადება არ სჭირდება, ხო? სახელი და გვარი სახელ და გვარად უნდა იყოს ესე როგორც არის. ამიტომ მოდი პირდაპირ auto property გამოვიყენოთ და full property-ის დაწერა აღარ გვჭირდება. ამიტომ უბრალოდ დავწეროთ სიტყვა prop და ის თავისით დაგვიგენერირებს auto property-ს, ხო? რადგან ჩვენ
ჩვენი რაღაც განსაკუთრებული ლოგიკის ჩადება არ გვჭირდება, უბრალოდ გვჭირდება get-ი და set-ი, ანუ ის რომ აი ამ property-მ აიღოს რაღაცა მნიშვნელობა და საჭირო მომენტში დააბრუნოს ის ყოველგვარი ზედმეტი ლოგიკის გარეშე, აქედან გამომდინარე შევქმნათ უბრალოდ auto property. სახელი უნდა იყოს string ტიპის და ამას დავარქვათ სახელი first name. აი ესე. ნუ ანალოგიურად უნდა შევქმნათ გვარიც property უნდა იყოს string ტიპის და უნდა კონდეს last name-ი, უნდა იყოს უბრალოდ last name-ი. აი ესე. და გვჭირდება პირადი ნომერი, რომელიც უნდა იყოს 11 ნიშნა. აი აქ უკვე ჩვენ დაგვჭირდება ჩვენი რაღაცა ლოგიკის ჩადება, როგორც წინა შემთხვევაში გავაკეთეთ, რაც მდგომარეობს შემდეგში, რომ ეს პირადი ნომერი შეიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გადასცემ 11 სიმბოლოს. ამიტომ უნდა დავწეროთ უკვე full property. string-ი უნდა იყოს ეს და ამას ერქვას pin-ი. აი ესეთი. ნუ ამას დავარქვათ pin და აი ამ set-ში უნდა გავუწეროთ ამასაც რაღაცა ჩვენი პირობა, რომელიც გვეტყვის, რომ აი ეს pin-ი იქნება აი მინიჭებული მნიშვნელობის ტოლი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აი ეს value იქნება 11-ის ტოლი. უბრალოდ values length-ი იქნება 11-ის ტოლი. და კიდე ერთი რაც გვჭირდება რომ გქონდეს, რაც უნდა გქონდეს უბრალოდ ამ ჩვენ კლიენტის კლასს, ეს არის ანგარიშის ნომერი. ნუ ანგარიშის ნომერი ჩვენ ვიცით, ცალკე ტიპი არის, რომელიც ჩვენ შევქმნით, ცალკე მონაცემთა ტიპი არის, ანუ class account-ი, რომელიც წეღან შევქმნით. ამიტომ პირდაპირ აი ამ class account-ს გამოვიყენებთ და ჩავსვათ აი ამ property-ში. დავწეროთ auto property, რადგან ნუ არაფერი დამატებითი ჩადება არც აქ არ გვჭირდება და აი ეს ტიპის ადგილზე int-ის მაგივრად გადავცეთ account-ი, ხო? და მოდი სახელიც დავარქვათ იგივე account-ი. აი ესე. კი ბატონო. ჩვეულებრივად იმუშავებს ეს ჩვენი კლიენტის კლასიც და მოდი ესეც გავიტანოთ ცალკე ტიპში, ცალკე პროექტში. და თუ დავდგებით solution explorer-ს, დავინახავთ, რომ აი გაჩნდება client CS-ი, სადაც თავის მხრივ იქაც იქნება ის კრიტერიუმები გაწერილი, რომელიც ჩვენ აქ გავწერეთ. კი ბატონო, ესენი ორივე კლასი გამზადებულია და შეგვიძლია გამოვიყენოთ. ხო, რეალიზებას სრულად მოვახდინოთ კონსოლში ამ ჩვენი კლასისა, ხო? რაც ნიშნავს იმას, რომ მოდი მაქსიმალურად გასაგებად და ლამაზად დავწეროთ, ნუ რამდენადაც კონსოლი გვაძლევს საშუალებას ლამაზად, ისე დავწეროთ, რომ ჩვენი მომხმარებლის მიერ უნდა ხდებოდეს კლიენტის ობიექტის შექმნა, მისთვის რაღაცა მნიშვნელობის გაწერა და ასე შემდეგ. და ყველა ის საჭირო მნიშვნელობა, რომელიც აქვს ჩვენს კლასებს, მივანიჭოთ ჩვენ ობიექტებს და შევქმნათ რაც შეიძლება ნორმალურ ფორმით და ნორმალური სახით. ამიტომ მოდი პირდაპირ შევქმნათ კლიენტის კლასი, რომელსაც დავარქმევთ რაღაცა client 1-ს და ეს უდრიდეს new clients. აი ეს. ხო, ნუ წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის პირველი კლიენტი, რომელიც ყავს ჩვენს ბანკს და ამ კლიენტს ახლა აქვს რაღაცა ველები, ამ კლიენტის ობიექტს უბრალოდ დააქვს რაღაცა ველები, ანუ ამ კლიენტ 1-ს, რომელიც ჩვენ უნდა მივანიჭოთ. პირველი რაც აქვს არის სახელი და გვარი. ნუ სახელი და გვარი. მოდი აი ეს სახელი და გვარი დავწეროთ ესეთი რაღაცა, რომ console write line first name და ორი წერტილი, ხო? ანუ ის ვინც გამოიყენებს ჩვენს პროგრამას, იმან შემოიყვანოს კლიენტის სახელი. როცა გამოჩნდება წარწერა first name. გავუშვოთ, ნახოთ, ჯობია გამოიყენოთ, მე მგონი ახლა first name-ი აქ წერია, ზევით console write line-ი აქ ქვევით, ამიტომ მოდი გამოვიძახოთ console write-ი. აი ესე ჯობია, რომ გვერდზე მიუწეროს ლამაზად, აი ესე უკეთესია. ანუ დავუშვოთ, შემოვიყვანოთ ვიღაცის სახელი. კი ბატონო, მიენიჭება სახელი ამ ჩვენს ობიექტს, ხო? ხო, ნუ ანალოგიურად შემოვიყვანოთ გვარიც. ეს ყველაფერი დავაკოპიროთ მარტივად. და ეს first name-ები გადავაკეთოთ უბრალოდ last name-ებად. აი ეს. შემდეგი კრიტერიუმი რაც აქვს ჩვენს კლიენტს, ეს არის პირადი ნომერი.
პირადი ნომერი უნდა იყოს 11 სიმბოლოსგან შემდგარი. ამიტომ ჩვენს კონსოლში, როცა ჩვენი დრო მოვა, რომ ჩვენმა ვიღაცამ ვინც იყენებს, აი ამას შემოიყვანოს თავისი პირადი ნომერი, ცხადის სახით უთხრათ, რომ გაითვალისწინო რომ პირადი ნომერი აუცილებლად უნდა იყოს 11 სიმბოლოსგან შემდგარი. ამიტომ დავწეროთ მოდი ისევ console write pin და აი აქვე უთხრათ რომ შხილებს ჩაუწეროთ 11 digits. რაც ნიშნავს იმას რომ 11 სიმბოლო შემოიყვანეთ ხო ვეუბნები. და კლიენტის pin-ი უნდა იყოს console readline-ის ტოლი. აი ეს. შემდეგი რაც აქვს ჩვენს კლიენტს, ეს არის account-ი. account-ი შედარებით რთული ტიპი არის, არ დაიყვანება account-ი უბრალოდ strings და int ტიპის არა, ეს არის ჩვენი შექმნილი ტიპია და მას შიგნით თავის მხრივ რაღაცა ტიპები აქვს კიდე გაწერილი, ხო? ამიტომ account-ს შემოვაყვანებთ ესე. კლიენტის ერთის account-ი უნდა udrides new accounts. იმიტომ რომ ჩვენ როცა ვქნით რაღაცა კლასიდან რაღაცა ობიექტს, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ დარეზერვებული სიტყვა new და გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ცალკე ამ account-ის ტიპი არ შეგვიქმნია main-ში, ხო? აი ახლა აი აქ შევქმნით ახალ new accounts, ანუ new-თი გამოვყოფთ ასე ვთქვათ ოპერატიულ მეხსიერებაში ამ account-ისთვის ადგილს. ნუ შეგვიძლია ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, ზევით აი ამ კლიენტის ობიექტს სადაც ვქნით, იქ შევქმნათ პარალელურად account-ის ობიექტი, დავარქვათ account, რაღაცა account სიტყვაზე for client 1 და აქ დავწეროთ new account. და მერე აი აქ account-ის დაძახების მომენტში პირდაპირ ეს account for client 1-ის ობიექტი მივანიჭოთ აი ამ client 1-ის account-ის client 1-ის property accounts, ანუ აი აქ ხო ქვევით. და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად შეგვიძლია ეს client 1-ის account-ი გამოვიყენოთ და მივანიჭოთ მას მნიშვნელობები. თუ არ შევქმნით ამას news და news არ გამოვიყენებთ და პირდაპირ შევეცდებოდით რომ მიგვენიჭებინა ამ client 1-ის account-ის ველებისთვის რაღაცა მნიშვნელობა, მივიღებდით exceptions, იმიტომ რომ ნუ რეფერენსი არ ექნებოდა, ანუ ოპერატიულ მეხსიერებაში არ გამოიყოფოდა ადგილი აი ამ account-ისთვის, რომელიც თავის მხრივ არის რთული ტიპი, არის კლასი და ვიცით რომ კლასთან მუშაობისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას რაღაცა ობიექტი new-თი. ამიტომ აი ეს ორი ვარიანტი გვაქვს, ხო, შეგვიძლია აი აქ მიგვენიჭებინა new account, შეგვიძლია ზევით და მერე პირდაპირ ობიექტი გამოვიყენოთ. მოდი ჩვენ შემთხვევაში დავწეროთ როგორც თავიდან დავწერეთ, ხო? ანუ აი აქ ქვევითვე მივანიჭოთ new account-ი და მერე დავწეროთ რომ client 1-ის account-ის account number-ი uzrides console read lines, ხო? იმიტომ რომ ესეც string-ია და ეგრევე console read line დავწეროთ. ხო, იღებს 22 სიმბოლოს და ის მიუწერეთ ზევით. როცა გადავცემდით და ნუ მოდი ვნახოთ შემდეგი ტიპი რა არის. account number-ი გვაქვს და გვინდა ახლა ვალუტა, ხო? ანალოგიური ლოგიკით მოდი პირდაპირ დავაკოპიროთ და გადავაკეთოთ უბრალოდ ვალუტისთვის, ხო? და ქვევით დავწეროთ currency 3 digits გვჭირდება მხოლოდ და client 1-ის account-ის currency უნდა შემოვიყვანოთ console read line-ით აი ესე და შეგვიძლია რომ შემოვიყვანოთ balance-იც, ხო? ანალოგიურად დავწეროთ console write balance-ი და client 1-ის account-ის balance-ი უნდა შემოვიყვანოთ, რომელიც არის decimal ტიპის და decimal parse console read line. ხო, აი ესე შევქმნით
ჩვენი ობიექტები, ხო, კლიენტი და აკაუნტისთვის და კლიენტისთვის. მოდი ახლა ეს ყველაფერი გამოვიტანოთ კონსოლში. გავავალოთ ჯერ რაღაცა ხაზი, ესე ლამაზად. რომ რაღაცა გარჩევადი იყოს ჩვენი ინფორმაციის შემოყვანა, სად ხდება და გამოტანა და კონსოლში დავბეჭდოთ ყველა ის მონაცემი, რომელიც შემოვიყვანეთ, გამოვიყენოთ ინტერპოლაციის ტექნიკა, რომელიც არაერთხელ გამოგვიყენებია. ხო, კი ბატონო, შეგვიძლია ჩამოვწეროთ ეს ყველა ველი, რომელიც გავწერეთ აქ და გამოვიტანოთ კონსოლში და დავინახოთ თუ რა შედეგს დააბრუნებს იგი. ხო, ეს იყო პრინციპში, რაც უნდა გაეკეთებინათ. დაგემშვიდობებით დღეს. კარგია, ვინც შეძელით და მოახერხეთ ამ დავალების შესრულება, ვინც ვერა არაუშავს, უყურეთ ამ ვიდეოს ხელახლა და დამოუკიდებლად შემდეგ გააკეთეთ იგივე. მოდი დღეს დაგემშვიდობებით, თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, გთხოვთ რომ დაალაიქოთ იგი, თუ მოგწონთ არხი კი, ზოგადად გთხოვთ რომ გამოიწეროთ, რათა არხი გახდეს უფრო მეტად პოპულარული. მე კი გისურვებთ წარმატებებს მომავალ შეხვედრამდე.